დიახ, მივესალმები მაყურებელს, ჩვენთვისაც დღეს გახდა ეს ინფორმაცია ცნობილი და ალბათ ჩვენ დავინტერესდებდით, რა თქმა უნდა, ამ გარემოებების შესწავლით. ბუნებრივია, მიუღებელია ყოველგვარი ზეწოლა ბრალდებულებზე და ასევე მათი ოჯახის წევრების თუ ადვოკატების გვერდის ავლით მცდელობა, რომ ზეგავლენა მოახდინონ მათი გადაწყვეტილების მიღებაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ციხეში მყოფი პატიმარი არის ძალიან მოწყვლადი და მას უნდა შეეძლოს თავისუფალ გარემოში საკუთარ ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება. ეხლა წავა თუ არა საპროცესო გარიგებაზე, ეს აბსოლუტურად მათი გადასაწყვეტია და მათი უფლებაა, რა თქმა უნდა, აქ არავინ არ უნდა განსაჯოს ან განიკითხოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო და რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმთავრესი არის პატიმრის ინტერესები და ის, რომ მათ მალე დატოვონ ციხე, მაგრამ რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ არ ვიცი, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატი ვიღაც უცხო პირი შედის საპატიმრო დაწესებულებაში და გარკვეული ზეგავლენის მცდელობა აქვს პატიმრებზე და იმედია უფრო მეტი გაირკვევა ამ საქმის გარემოებების შესახებ. მე ვიცი, რომ სხვა პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეწუხებულები ამ ფაქტით და აქვთ გარკვეული შიშები, რომ მსგავსი კომუნიკაცია არ მოხდეს მათ ოჯახის წევრებთან და კარგია, რომ დღეს ესე ვთქვათ ამის შესახებ გახდა ინფორმაცია ცნობილი და უფრო მეტად ესე ვთქვათ ყურადღებით და ინფორმირებულები იქნებიან მათ შორის პატიმრებიც და მათი ოჯახის წევრებიც. კი ბატონო, და ქალბატონ ნინო, გადავიდეთ ახლა უშუალოდ იმ საქმეებზე, რომელიც თქვენ შეისწავლეთ და რაზეც ვესაუბრე მე მაყურებელს, ეს არის ნარკოტიკული საშუალების ჩადებასთან დაკავშირებით, ხო? ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში სამბრალდებულზე, გიორგი ახობაძე, ნიკოლოზ კაცია, ანტონ ჩეჩინი და მინდა რომ აი ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტოთ რეალურად, რა არის ის მთავარი არგუმენტი, როდესაც ამბობთ, რომ მოხდა ნარკოტიკული საშუალებების ჩადება, რითი მტკიცდება ეს რეალურად? კი ბატონო, ჩვენ როგორც გახსოვთ, დავპირდით დაკავებულებს და მათ ოჯახის წევრებს, რომ თითოეული საქმეს ინდივიდუალურად შევისწავლით. ამჯერად ჩვენ შევისწავლეთ ის ბრალდებები, სადაც ნარკოტიკულ დანაშაულზე არის საუბარი, სამი პატიმრის საქმე და მართლა ძალიან მძიმეა ეს საქმეები, იმიტომ რომ 20 წლამდე და უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს აღნიშნული საქმეები და აღმოვაჩინეთ, რომ ამ საქმეებში არის ერთგვაროვანი, ესე ვთქვათ, დარღვევები და პრობლემატური საკითხები, რაც ზოგადად ახასიათებს ხოლმე ნარკოტიკების ჩადების პრაქტიკას. ამ ტიპის, ესე ვთქვათ, უკანონო ქმედებებზე ნამსჯელი აქვს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ორივე სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ მსგავსი პრაქტიკები და აი ასეთი პრაქტიკის საფუძველზე ამოღებული თუ მიღებული მტკიცებულებები არის დაუშვებელი და არ შეიძლება მოქალაქეები გასამართლდნენ აი ასეთი წესით ჩატარებული ჩხრეკის თუ ამოღების თუ მიღებული ნივთმტკიცებების და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, ამიტომ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ მსგავსი ეს საქმეები უკვე აპრიორი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს და მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ეხლა რა საერთო მახასიათებლები აქვს ამ საქმეებს? პირველ რიგში სამივე დაკავებული იყო აქტიური მონაწილე აქციების, მათ შორის ერთ-ერთი მოდიოდა აქციიდან, ერთი მიდიოდა აქციაზე და ესე ვთქვათ, ყველა შემთხვევაში ერთ-ერთი სამსახურში მიდიოდა, ყველა შემთხვევაში ისინი დააკავეს და ჩხრეკა დაიწყეს ეგრეთ წოდებული ანონიმური კონფიდენციალური ინფორმაციის საფუძველზე. ეს არის პრობლემა დასახელებული საერთაშორისო სასამართლოში, იმიტომ რომ მისი გამოკვლევა და ამ მტკიცებულებების შემოწმება რამდენად არსებობდა მართლა ინფორმაცია და რამდენად რეალისტური თუ გამოგონილი იყო პოლიციის მხრიდან, რომ ეს ჩხრეკა ჩატარებული იყო, ამისი გადამოწმება ვერ ხდება. ასევე ჩხრეკები ჩატარებული არის სასამართლოს განჩინების გარეშე, ანუ გადაუდებელი აუცილებლობით და ეს გარემოებებიც არ დასტურდება მათ შემთხვევაში, რატომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა ჩხრეკის ჩატარების. კიდევ ერთი უკანონობა, რაც ახასიათებს ამ საქმეებს, არის ის, რომ ჩხრეკები მიმდინარეობს ნეიტრალური მოწმეების და ვიდეო, ესე ვთქვათ, ჩანაწერების განხორციელების გარეშე. ესეც არის სტანდარტი, რაც ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, განსაკუთრებით აი მსგავსი ტიპის საქმეებზე. წარმოიდგინეთ, რომ ჩხრეკა ტარდება ვითომ და ვიღაცის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რაც საერთოდ ვერ დგინდება, ვინ არის ის პირი ან რამდენად
დასაბუთებული იყო ეს ინფორმაცია. შხრეკა ტარდება მოწმის თანდასწრების გარეშე, მხოლოდ არიან პოლიციელები და არ ხდება ვიდეო გადაღება, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად ამ პირს, თქვათ, არ ვიცი, პირადი ჩხრეკის თუ მანქანის ჩხრეკის დროს ნამდვილად უპოვეს და ამოუღეს ნარკოტიკული საშუალება. არც ერთ მათგანს არ უდასტურდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი და საერთო ჯამში პოლიციელები იძლებიან სხვადასხვა საქმეებში ერთგვაროვან ჩვენებებს, ანუ იდენტური არის ის მსჯელობა თუ სიტყვები, რაზეც ისინი საუბრობენ და მოწმეებად გამოსულნი არიან სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შესაბამისად, აი ესეთ გარემოებებში ჩატარებული ჩხრეკა, ამოღება და ბრალის წაყენება და ყველა შემთხვევაში, ესე ვთქვათ, გამოყენებული არის წინასწარი პატიმრობა, ვფიქრობთ, რომ არის დაუსაბუთებელი, ეს არ არის ჩვენი შეფასება, მსგავსი საქმეები, ანუ ამ პროცედურით, აი ასეთი უგულებელყოფით, ადამიანის უფლებების სტანდარტების და სასამართლოების მიერ დადგენილი სტანდარტებით უგულებელყოფით ჩატარებული ჩხრეკები და ამოღებული ეგრეთ წოდებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება სტანდარტებს და ის არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის, არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციას და მოწმეების და ვიდეო მტკიცებულებების გარეშე ამოღებულ მტკიცებულებებს და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს. კი ბატონო, ქალბატონინო, აი მაშინ თქვენ როგორც იურისტი, არ ვიცი რამდენად შესაძლებელია რაიმე ტიპის ესეთ დროს საპრევენციო მექანიზმი არსებობდეს, მაგრამ აი რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა ასეთ დროს დაიცვან თავი, რომ არ აღმოჩნდნენ რაღაცა მორიგი მსხვერპლი ამ სისტემის, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას ჩაუდებენ. მხოლოდ ის, რომ მაგალითად ორგანიზმში არანაირი მოხმარების კვალი არ იკვეთება, ეს ფაქტია, რომ რაღაც საკმარისი არ არის ბრალდების მხარისთვის, აი როგორ შეიძლება მაშინ რა მექანიზმით თავის დაცვა, ასეთ დროს ის რატომ ვკითხულობ, აი მახსოვს, რომ როდესაც თბილისი მოლთან დაიგეგმა აქცია სოციალურ ქსელებში, მათ შორის ჯგუფ დაიტოვებშიც განიხილავდნენ ადამიანები, რომ აი რაღაცა სახლში როგორ კერავდნენ ჯიბეებს, ხომ სპეციალურად იმისთვის, რომ რაღაცა დაკავების მომენტში მათთვის ვინმეს რაიმე ნარკოტიკული ნივთიერება არ ჩაედო და აი ესეთ ვითარებაში არიან მოკლედ სამოქალაქო აქტივისტები. აი თქვენ რას ურჩევდით? ძალიან რთულია ეხლა რაიმე გარანტიები მიუცეთ ერთმანეთს. უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება არ არის საფრთხე მხოლოდ პროტესტის მონაწილეების მიმართ, ეს შეიძლება შეეხოს თითოეულ მოქალაქეს. არ ვიცი, ჩვენი მოქალაქეები თუ უყურებენ ეხლა ამ ეთერს, ალბათ მშვიდად ვერ უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ეს შეიძლება შეეხოთ მათ, ნებისმიერ გარემოების დროს მათ შვილებს. ეხლა ხან შეგახსენებთ, რომ მაგალითად ბოლოს დრაკონული კანონები, როდესაც მიიღეს 3 დღის ვადაში 3 თებერვალს დააინიცირა ქართულმა ოცნებამ და ერთპარტიულად 3 დღეში ყოველგვარი განხილვის კონსულტაციების გარეშე მიიღო. ერთ-ერთი ცვლილება, რაც შევიდა, იყო მის, რომ ესე ვთქვათ, დათვალიერება პოლიციის მხრიდან აღარ საჭიროებს მოწმის არსებობას. ამიტომ იცით, სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, რაღაცა ესეთი გარანტიები მისცე მოქალაქეს, რომ მისი უფლებები იქნება დაცული, იმიტომ რომ ეს როგორც ჩანს არის სისტემური პოლიტიკის ნაწილი, ჩვენთან სამწუხაროდ სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. პირველ რიგში ალბათ რაც უნდა მოითხოვოს მაინც დაკავებულმა, ეს არის ადვოკატზე წვდომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, იმიტომ რომ იგივე მე არ ვიცი საქართველოში რამდენად ისინი ნახავენ ამ ვითარებაში სამართალს, მაგრამ საერთაშორისო სასამართლოს სტანდარტები არსებობს და იქ დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე იზეიმებს. ადვოკატზე დაუყოვნებლივი წვდომა, ასევე მოწმის დასწრება, უნდა მოითხოვონ ვიდეო თვალის, ანუ ვიდეო, ესე ვთქვათ, კამერის ჩართვა და მისი თანდასწრებით გადაღება და უარის თქმის შემთხვევაში ეს უკვე იქნება მტკიცებულებები, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს, იგივე ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე, რომ ეს ყველაფერი იყო მოთხოვილი მის მიერ და არ დაკმაყოფილდა არც ადვოკატზე წვდომის თუ არც ნეიტრალური მტკიცებულებების, ასე ვთქვათ, არსებობის უფლება, რაც იგივე საერთაშორისო სასამართლოს სტანდარტით უნდა არსებობდეს ჩხრეკის და ამოღების და ბრალის წარდგენის თუ განაჩენის გამოტანის დროს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ამის უფლება, რაც ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ კანონში, ეს კანონები არის უკანონო, არსებობს ადამიანის უფლებების სტანდარტები, არსებობს სასამართლოს პრეცედენტები და გადაწყვეტილებები და რომლებიც ადგენენ
აწარმოებენ სტანდარტებს და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. კი ბატონო და ქალბატონ ნინო კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი ახლა ვკითხულობ რომ დღეს ოცნების პარლამენტის ბიუროს ხდომაზე ცნობილი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრების ვინაობა მოკლედ და შემდეგი ადამიანები არიან ამ კომისიაში: წულუკიანი, ხუდუშაური, სუბარი და ინჯია. ეს ადამიანები შეისწავლიან მოკლედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობას და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ზვიად ხარაზიშვილის ხარებას არ ვიცი, ყველანაირი მტკიცებულება არსებობს პერსონალურად თავად როგორ ძალადობდა, ხო, აქტივისტი, არსებობს ამ აქტივისტის ინტერვიუ, კადრები, სადაც ჩანს მართლა ფეხს წიხს როგორ ურტყამს აი ამ მოქალაქეს და არანაირი რეაგირება აი ამ კუთხით ხარებას მიმართ ვერ ვხედავთ. აი, რაზე მიუთითებს ეს დამოკიდებულება, რომ აი რაღაცა პარლამენტში, იმ ერთპარტიულ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის საგამოძიებო კომისიას ქმნიან და აგერ გუშინ რომ მოხდა ხარებას ამბავი, ამის შემჩნევა საერთოდ არ ხდება. დიახ, ქართული ოცნება ცდილობს რაღაც ალტერნატიული დღის წესრიგების დაყენებას იმ ვითარებაში, როდესაც უკვე 400-მდე დაკავებული თუ აქციის მონაწილე საუბრობს მის მიმართ ცემის, ძალადობის, არაადამიანური ღირსების შემლახავი მოპყრობის, წამების ფაქტებზე, იმ ვითარებაში, როდესაც ეს მონაყოლები ერთმანეთს ემთხვევა, ათობით ადამიანს აქვს ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანებები და უფრო მეტიც ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებებიც მაგალითად იგივე თბილისი მოლთან მიმდინარე აქციის დროს ვიდეოკამერებმა გადაიღეს მათ შორის ის ფაქტები, რაზეც აქამდე დაკავებულები საუბრობდნენ. მე გაგახსენებთ იგივე თეთრ სამარშრუტო ტაქსში როგორ შეყავდათ დაკავებულები და იქ როგორ შედიოდნენ იღბიანი ადამიანები და სცემდნენ მათ. ასევე დადასტურდა იგივე ხარაზიშვილის მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტი, ის რომ თავად პირადადაც არის ჩართული დაკავებულების ფიზიკურ ანგარიშწორებაში. აი ამ ვითარებაში, როდესაც არც ერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული და ფაქტები და მტკიცებულებები არის ზედაპირზე და ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწვდით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, არც ერთი შემთხვევა არ დარჩება დოკუმენტირების და რეაგირების მიღმა. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პროცესების წამოწყება ახლა არის უბრალოდ მცდელობა, რომ რაღაც გადაფარონ მათ მიერ ჩადენილი სისასტიკეები და დაუსჯელობა. ამიტომ ხო, ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებთ, როგორც ჩანს ეს მათთვის ძალიან მტკივნეულია და აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან იარსებებს ყველა მტკიცებულება, ყველა პასუხისგებელი პირის შესახებ ინფორმაცია დაწყებული რიგითი ცრუმოწმიდან დასრულებული მოსამართლემდე და პროკურორამდე, ვინც იყო ჩართული ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი პროკურატურა აღნიშნულ საქმეებს გამოიძიებს და ამ პირთა პასუხისგებლობას დააყენებს. კი ბატონო და ქალბატონინო, ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვათ ისევ იმ თემაზე, რაზეც დავიწყეთ საუბარი, ეს ეხებოდა ბრალდებულებზე, ზეწოლას, მცდელობას, საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით. აი თქვენ როგორც ყოფილ სახალხო დამცველს კითხავთ, აი ასეთ დროს, როდესაც არსებობს არაერთი ფაქტი, რომ ცდილობენ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ან მათი მხრიდან რაღაც აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, სახალხო დამცველის ინსტიტუტს რამდენად აქვს რესურსი ან უფლებამოსილება დაინტერესდეს, ჩაერიოს და რაღაცნაირად დაიცვას მათ შორის ბრალდებულების უფლებები აი ამ კუთხით, რომ რაღაცა ვისაც გაუხარდება ადვოკატის ლიცენზიის მქონეს, ვერ მოახერხოს ესე ნებისმიერ დაკავებულთან შესვლა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება. დიახ, პირველ რიგში რაც გამომჩა ვიტყვი იმას, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ თქვათ გაზაფხულზე დაკავებულთა ნაწილის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მაგრამ ხო მიუხედავად იმისა, ითანამშრომლა თუ არა გამოძიებასთან ბრალდებულებმა, ყველა საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ არც ერთი პირი არ გამართლებულა, ამიტომ ეს მხედველობაში არის მისაღები. კიდევ ერთხელ ეს არის ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების და ადვოკატების გადასაწყვეტი, რა სტრატეგიას აირჩევენ, მაგრამ კი ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ზეგავლენა და ზეწოლის მცდელობა ბრალდებულებზე და თავისუფალი ნება გამოხატონ დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ეს არის ის უწყება,
მოხდება, რომელსაც ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლია შევიდეს ციხეში და გაესაუბროს პატიმარს კონფიდენციალურად და ალბათ რაც შეუძლია დღეს სახალხო დამცველის აპარატს გააკეთოს არის ის, რომ შეხვდეს ბრალდებულებს, შეხვდეს გაესაუბროს მათ და მიიღოს ინფორმაცია, რამდენად აქვს ზეწოლა, არის ზეწოლა მათზე, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ამის შესახებ საჯაროდ ისაუბროს და გააკეთოს შეფასება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ ნინო ლომჯარია საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ეხლა უკვე სტუდიაში უნდა დავიწყოთ ჩვენს სტუმართან საუბარი, რასაც ვისაუბრეთ გადაცემის შესავალშიც. გუჯა ავსაჯანიშვილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი არის ეხლა ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მოკლედ მოვუყევი მაყურებელს, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა მინდა რომ თქვენგანაც მოვისმინოთ რეალურად რა მოხდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფთან შევიდა ადვოკატი ვინმე გამყრელიძე და მოგვიყევით ეს დეტალები, რა იცი